ჯორჯოხეთი ატყდა მას შემდეგ, რაც კოლუმბიაში არჩეულმა მემარჯვენეებმა პეტროს გადატრიალების მცდელობის გამო ტრანზიცია შეაჩერეს. კოლუმბიაში პოლიტიკური კრიზისი გამწვავდა მაშინ, როდესაც არჩეულმა პრეზიდენტმა აბელარდო დე ლა ესპრიელამ გუსტავო პეტროს მთავრობასთან ტრანზიციის პროცესი დაუყოვნებლივ შეაჩერებინა. იმ ზუსტ მომენტიდან, როდესაც თითქმის 13 მილიონი კოლუმბიელი ჩემს გვერდით დადგა მის დასამარცხებლად, მას და მის პოლიტიკურ მარიონეტს პეტრო და სეპედა დაიწყეს თავიანთი გეგმა, რათა ნებისმიერ ფასად საბოლოოდ შეენარჩუნებინათ ხელისუფლება. და ისინი ამის გაკეთებას სახელმწიფო გადატრიალების გზით ცდილობენ. ბოლო საათებში გეგმა გამწვავდა. პრეზიდენტმა პეტრომ, როდესაც საკუთარ თავს მიანიჭა უფლებამოსილებები, რომლებიც მხოლოდ საარჩევნო ორგანოს ეკუთვნის, უგულებელყო ჩემი არჩევა და ჩემი ოფიციალური მოწმობა, როგორც არჩეული პრეზიდენტის. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პეტრომ უარყო მემარჯვენეების გამარჯვების ლეგიტიმურობა 21 ივნისის მეორე ტურში და მას შემდეგ, რაც ივან სეპედა არჩევნებში დამარცხდა. გააფრთხილა, რომ შეუძლია უხელმძღვანელოს მშვიდობიან სამოქალაქო დაუმორჩილებლობას, თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ეს ნიშნავს, რომ არ ცნობს იმ ადამიანის ავტორიტეტს, რომელიც ეროვნული სუვერენიტეტის დაცვას არ ემსახურება. ძალიან ნათლად უნდა ითქვას, მშვიდობიანი სამოქალაქო დაუმორჩილებლობა. მე მოუწოდებ და ვიწვევ იმ მილიონობით ამომრჩეველს, რომლებმაც მე მომცეს ნდობა, იგივე გააკეთონ. და თუ არ შესრულდება ის, რასაც ახლა ვაცხადებ, მშვიდობიანად უარი თქვა ნებისმიერ ბრძანებაზე. ნებისმიერ განკარგულებას ამ ბრძანებას იმ პირისგან, რომელიც არ შეესაბამება ჩვენი პოლიტიკური კონსტიტუციის დამცველისა და გარანტის სტატუსს. კოლუმბია დაძაბულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან ტრანზიცია, რომელიც უნდა ყოფილიყო მონაცემების, სამინისტროებისა და სახელმწიფო ინფორმაციის ახალ მთავრობაზე გადაცემისთვის, გადაიქცა ბრძოლად იმის შესახებ, ვინ მართავს არჩევნების შემდეგ. აბელარდო ადანაშაულებს პეტროს და სეპედას ძალაუფლებაზე ჩაჭიდებაში და თაღლითობის ნარატივის გამოყენებაში, რათა შეაფერხონ 2026 წლის 7 აგვისტოსთვის დანიშნული ინაუგურაცია. პეტრო საუბრობს დარღვევებზე, მაგრამ ჯერჯერობით მისი ბრალდება არ მოჰყოლია საჯარო მტკიცებულებას, რომელიც შეძლებდა საარჩევნო პროცესში აღიარებული შედეგის გაუქმებას. მარჯვენა ფრთა ამას სახიფათო მანევრად მიიჩნევს და გაფრთხილება კიდევ უფრო ძლიერდება, რადგან არჩევნები ძალიან მცირე სხვაობით დასრულდა. აბელარდოსთვის 49,66% და სეპედასთვის 48,70%. სწორედ ის ტიპის მცირე სხვაობაა, რომელსაც მარცხის შემთხვევაში მემარცხენეები ხშირად არეულობის გამოწვევისთვის იყენებენ. როგორ აპირებს აბელარდო იმის უზრუნველყოფას, რომ ხელისუფლების გადაცემა გადატრიალების მცდელობად არ გადაიქცეს? ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და ზედმეტი საუბრის გარეშე კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ასეთი ვიდეოები ყოველდღე გამოდის. აბელარდო დე ლა ესპრიელამ გადაწყვიტა შეაჩეროს ხელისუფლების გადაცემა, რადგან მისი თქმით შეუძლებელია ერთ მაგიდასთან დაჯდე მათთან, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს პატივს ასცემს. არჩეულმა პრეზიდენტმა მოქმედი მთავრობა კორუმპირებულად მოიხსენია და განაცხადა, რომ მისი ვალდებულებაა დაიცვას კოლუმბიური ერის ინტერესები, უზრუნველყოს ხელისუფლების სერიოზული, გამჭვირვალე და მოქალაქეების სამსახურში მყოფი გადაცემა. პეტრო ძალაუფლებაში დასარჩენად ყველაფერზე წამსველი ტირანის გზაზეა. და დღეს, როგორც თქვენ ყველაი არჩეული პრეზიდენტი, ვადასტურებ იმას, რასაც ამდენი წლის განმავლობაში ვამბობდი. ის, რასაც ახლა ვამბობ, აღარ არის მხოლოდ ანალიზი ან უბრალო მოსაზრება. ეს არის კონკრეტული და სრულად შესაგრძნობი რეალობა. იმ ზუსტი მომენტიდან, როცა თითქმის 13 მილიონი კოლუმბიელი გვერდში დამიდგა, რათა დამეძლია ის და მისი პოლიტიკური მარიონეტი, პეტრო და სეპედა, დაიწყეს თავიანთი გეგმა ბირომ, ნებისმიერ ფასად საბოლოოდ შეენარჩუნებინათ ძალაუფლება. და ისინი ამის გაკეთებას სახელმწიფო გადატრიალების გზით ცდილობენ. ბოლო საათებში გეგმა გამწვავდა. პრეზიდენტმა პეტრომ, როდესაც მან საკუთარ თავს მიანიჭა უფლებამოსილებები, რომლებიც მხოლოდ საარჩევნო ორგანოს ეკუთვნის, უგულებელყო ჩემი არჩევა და ჩემი ოფიციალური მოწმობა. როგორც არჩეული პრეზიდენტი. შეტყობინება სოციალური ქსელებით მოვიდა. იმ მომენტში, როდესაც პოლიტიკური ტრანზიცია უკვე დაბინჯურებული იყო ბრალდებებით, მოთხოვნებით და მობილიზაციის მუხარით, ტრანზიცია უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ წასული მთავრობა შემოსულ მთავრობას გადასცემს სამინისტროების მონაცემებს, ფისკალურ მდგომარეობას, კონტრაქტებს, რისკებს და პრიორიტეტებს. ეს არ არის წყალობა, ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა.
როდესაც აბელარდო აჩერებს ამ საუბარს, ის ამბობს, რომ არ ეთანხმება მონაწილეობა სპექტაკლში, სადაც დამარცხებული მთავრობა ლაპარაკობს ძალაუფლების გადაცემაზე, იმ დროს, როცა გამარჯვებულის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს. აბელარდოს გამარჯვება მცირე სხვაობით იყო მოპოვებული, მაგრამ მცირე სხვაობით გამარჯვებაც გამარჯვებაა. წინასწარმა დათვლამ, რომელიც თითქმის ყველა უბნის მონაცემებს მოიცავდა, აჩვენა, რომ მემარჯვენე კანდიდატი ივან სეპედაზე 1% პუნქტზე ნაკლებით იყო წინ. კოლუმბიელების ხმები კოლუმბიის გარეთ გადამწყვეტი იყო და ეს ლეგიტიმური ხმებია. კოლუმბიელების ხმებმა კოლუმბიის გარეთ აბელარდოს დიდი უპირატესობა მისცა. ამ ჯგუფში სხვაობა 177,000-ზე მეტი ხმა იყო, რიცხვი, რომელიც საბოლოო უპირატესობის დიდ ნაწილს ხსნის. სწორედ აქ იწყებს პეტროს ნარატივი მნიშვნელობის შეძენას. გამსვლელმა პრეზიდენტმა სცადა ეჭვები დაეთესა გარე ფაქტორებზე, ისაუბრა თაღლითობაზე და მარჯვენას გამარჯვება კალიფორნიასთან და ისრაელის კერძო სადაზვერვო კომპანიებთან დაკავშირებულ ალგორითმებს მიაწერა. მაგრამ მტკიცებულებების გარეშე ბრალდება ვერ გახდება არჩევნების გაუქმების იარაღი. საერთაშორისო დამკვირვებლებმა პეტროს თეზისი დაასუსტეს. ევროკავშირის მისია მიესალმა გამჭვირვალობასა და დათვლის ეფექტიანობას, ხოლო კარტერის ცენტრმა შედეგების მართვის სისტემას სანდოდ გამჭვირვალედ და მიკვლევადად შეაფასა. ეს არ უშლის ხელს ოფიციალური საჩივრების განხილვას, მაგრამ ხელს უშლის, რომ პოლიტიკური ეჭვი არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ჩასაშლებად ის ჩასაშლელად საბაბად გამოიყენონ. ივან სეპედა კრიზისში ისეთი პოზიციის ჩაერთო, რომ კიდევ უფრო გაამძაფრა დაძაბულობა. მემარცხენე სენატორმა განაცხადა, რომ შესაძლოა მშვიდობიანი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ლიდერი გახდეს, თუ აბელარდო ინაუგურაციამდე პირობებს არ შეასრულებს. ეს ნიშნავს, რომ არ ცნობს იმ ადამიანის ავტორიტეტს, ვინც არ იცავს ეროვნული სუვერენიტეტის ინტერესებს. ეს ძალიან ნათლად უნდა ითქვას. მშვიდობიანი სამოქალაქო დაუმორჩილებლობა მე მოუწოდებ და ვიწვევ იმ მილიონობით ამომრჩეველს, რომლებმაც მე მომცეს ნდობა, რომ იგივე გააკეთონ. და თუ არ შესრულდება ის, რასაც ახლა ვაცხადებ, მშვიდობიანად უარი თქვან ნებისმიერ ბრძანებაზე. ნებისმიერი განკარგულება ან ბრძანება იმ პირისგან, რომელიც არ შეესაბამება ჩვენი პოლიტიკური კონსტიტუციის დამცველისა და გარანტის სტატუსს. როგორც სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გვასწავლის, როდესაც კანონი, ინსტიტუტები ან ხელისუფლება ეჯახება მორალურ სინდისს, ოთხოვნებს შორის იყო არჩეული პრეზიდენტის მიერ ამერიკის მოქალაქეობაზე უარის თქმა, ეროვნული უსაფრთხოების და სასამართლო სუვერენიტეტის გარანტიები. იმის დასრულება, რასაც ის პოლიტიკურ დევნას უწოდებს და გუსტავო პეტროს დაცვა ექსტრადიციის ნებისმიერი მცდელობისგან. ფაქტობრივად სეპედამ ახალი მთავრობის პოლიტიკური აღიარება დამარცხებული ჯგუფის მოთხოვნებზე დამოკიდებული გახადა. აბელარდო უმპასუხა, რომ მშვიდობიანი წინააღმდეგობა არ არსებობს, როცა მიზანი გადატრიალების გამართლებაა. მისი აზრით, პეტრო და სეპედა ლამას სიტყვებს იხენებენ იმისთვის, რომ დამალონ ძალაუფლებაში დარჩენის გეგმა ან სულ მცირე ახალი მთავრობის საბოტაჟი ჯერ კიდევ ინაუგურაციამდე. გუსტავო პეტრომ გაამწვავა კრიზისი, როცა განაცხადა, რომ აბელარდოს გამარჯვების ლეგიტიმურობას არ აღიარებდა. ნებისმიერ თუნდაც მინიმალურად სერიოზულ დემოკრატიაში მანდატის ამოწურვამდე პრეზიდენტი ვალდებულია ინსტიტუციური სტაბილურობა უზრუნველყოს ბოლო დღემდე. რაც ვიხილეთ იყო საპირისპირო. პეტრო პირდაპირ მონაწილით ჩაერთო საარჩევნო კონფლიქტში. მხარი დაუჭირა თავისი პოლიტიკური ბანაკის გაყალბების ნარატივს და გაზარდა უნდობლობა ხელისუფლების გადაცემის ყველაზე მგრძნობიარე პერიოდში. მემარჯვენეების სულ ხელისუფლებაში მოსვლა უკვე ჩამოყალიბებული გუნდით, განსაზღვრული დღის წესრიგით და მზადყოფნით პირველივე დღიდან დაუპირისპირდნენ პეტროს მემკვიდრეობას. აბელარდომ არჩია რეზერვის გენერალი ხორხე ედუარდო მორა დაენიშნა თავდაცვის ხელმძღვანელად და დაფირდა უკანონო შეიარაღებულ ჯგუფებთან ბრძოლას, ნარკოტრაფიკთან, უკანონო მოპოვებასა და გამოძალვასთან. ამ გუნდის პირველი ამოცანა იქნება უკვე 7 აგვისტოდავე გააუქმოს აბსოლუტურად ყველა პრივილეგია, რომელიც პეტრომ მიანიჭა ნარკოტერორისტულ ჯგუფებს. ყველაზე შემაშფოთებელი მდგომარეობაა არასრულწლოვანთა იძულებითი რეკრუტირება. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე საშინელი ჰუმანიტარული ტრაგედია, რომელსაც კოლუმბია დღეს აწყდება და რომლის ზრდაც ამ მთავრობის პერიოდში უკიდურესად გამოკვეთილი და შემაშფოთებელია მთელი ერისთვის. და გარდა ამისა, ხომ გესმით, მთავრობამ ეს პრობლემა უხილავი გახადა.
ეს არის მიუტევებელი დანაშაული, რომელსაც ვერც ერთი მთავრობა ვერ გააგრძელებს დაფარვას ან შეწყნარებას სრულ-მშვიდობის საბაბით. რისკის ქვეშაა ძვირფასო თანამემამულენო, რეგიონების უსაფრთხოება, ინსტიტუტებისადმი ნდობა და ყველაზე მთავარი, ათასობით ბავშვისა და ახალგაზრდის სიცოცხლე და მომავალი. ახალი მთავრობა უარყოფს პეტროს ფართო მოლაპარაკებების პოლიტიკას, რომელსაც ფაზ თოთალ ეწოდება და ხპირდება, რომ დათმობებს ავტორიტეტით ჩაანაცვლებს. სახელმწიფო კვლავ მოქმედებს მათ წინააღმდეგ, ვინც ტერიტორიას აკონტროლებს, მოსახლეობაში შიშს თესავს და დიალოგს ფარად იყენებს, რათა დანაშაულში გაგრძელება შეძლოს. კრიტიკოსებისთვის ეგრეთ წოდებულ ფაზ თოთალ სახელმწიფოს სისუსტის სიმბოლოდ იქცა. აბელარდო დაპირებას დებს, რომ ამ მოდელს დაშლის და ხელახლა ამოქმედებს ბრძანებებს იმ დამნაშავეების წინააღმდეგ, რომლებიც პოლიტიკურ საუბრებში იყვნენ დაცულები. ეს გარღვევა ხსნის, რატომ ცდილობს მემარცხენე ფრთა ინაუგურაციის პოლიტიკური ფასის გაზრდას. აბელარდოს გამარჯვება მხოლოდ სახელის შეცვლას არ ნიშნავს სასახლეში. ეს ნიშნავს იმ პოლიტიკის უარყოფას, რომელსაც ბევრი კოლუმბიელი ასოცირებს შეიარაღებული ჯგუფების გაძლიერებასთან და ტერიტორიის კონტროლის დაკარგვასთან. დაძაბულობა ასევე დაკავშირებულია შეერთებულ შტატებთან ურთიერთობასთან. ცეპედამ სცადა აბელარდოს ამერიკული მოქალაქეობა დავის ცენტრში დაეყენებინა, რითაც კოლუმბიის სუვერენიტეტისთვის რისკებზე მიანიშნა. პეტრომ კიდევ უფრო გააძლიერა გარეთ ჩარევის ეჭვი. მემარცხენეები ცდილობენ მემარჯვენეების გამარჯვება უცხოური ჩარევის შედეგად წარმოაჩინონ. მაგრამ არჩევნები ხმების მიცემით გადაწყდა, მათ შორის იმ კოლუმბიელების ხმებით, რომლებიც კოლუმბიის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ. და ამ ელექტორატს არ შეიძლება ნაკლებად კოლუმბიელად მოვექცეთ, მხოლოდ იმიტომ, რომ პეტროს პროექტის წინააღმდეგ გადაწყვიტა. კოლუმბია ივლისს ხდება კითხვით, რომელიც მთელ რეგიონს მძიმე დაწვება. მარცხენა ფრთა მიიღებს დამარცხებას, თუ საარჩევნო ყუთი სასურველ შედეგს არ მისცემს. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. ხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად შეიტანეთ ცვლილი ფიქს გასაღებით, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი არხი, რომელიც მიზნად ისახავს თქვენთვის სიმართლის მიწოდებას. თქვენი ცვლილი გვეხმარება საქმიანობის გაგრძელებაში